მოდივარ. უფრო სწორედ და მოვედი. აი ცოტა აყირავებულები ვართ, გავასწორებ და ვაცადეთ. რა ვიცი, კაც. აღარც გასწორება ვიცი, აღარც გადაღება ვიცი და აღარც არაფერი. დაჯედანა დასკამდი. ვაიმე. ეხლა იმ სკამზე ვჯდები, კალგოტკა რო უნდა შეიწიროს. ხალხო, გამარჯობა, როგორ ახართ? მოგიკითხავთ პირველ რიგში და უპირველესად ყოვლისა. ეხლა დაიცათ, სანაცვის ხე დავდგი. არ ვიცი როდის უნდა დაიდგას ზოგი ისა რა ქვია მაგას ასტროლოგი, ტაროლოგი, ფსიქოლოგი, მე ხომ მაგ ლოგებს ვერ ვიტან და 1 დეკემბერსო დადგმული უნდა იყოსო, თორეო ბარაქაო და ასეო და ისეო და მოკლედ. არ ვიცი, არ უყურებ მაგებს მე. ერთი საღამო პატარა ბავშვი რო აგიტყ. აბა თუ მიხდე ნანა რო არა ჩახარ. პატარა ბავშვი რო აგიტყდება, რომ ნაძვის ხელს უნდა დადგა. ნაძვის ხელ პატარა აი ჩვენ რო დედაჩემს შევციცინებდით ხოლმე. ეგეთი ვარიანტი იყო ეს ინოჩენტი აი ზედმადგა რა ეს დღეები და გუშინ წინ გავიხუძეთ, არ ვიცი 4 საათი იყო წვიმიანი, ამიდით სივა, აცივდა 3 დღეა სივა, ხო და ესა ნაძვის ხელს უნდა დადგა. აი მე მეოთხარ გაციებული ვარ, გრიპი მაქვს, ცუდად ვარ და ესა თელი კვირა ვერ ავდგები, 2 შაბათს რო დამხმარე იყო, 2 შაბათის მერე ვარ ასე. ხო და ესა დამხმარე რო იყო, იმიტომ მახსოვს რომ იმასა ჰქონდა მოტანილი და ეთყობა ავიკიდე თუ მე თვითონაც გავცირდი ახლა რო ვალაგებთ სახლს ხო ვაღებთ იქით აქეთ უწუნებ და კი ვკეტავდი რომ იმ გოგოსას ციოდა და მეოთხარი კაცო იქნება შემოგიბრუნდეს მეთქი და იმას არ ვიცი შეუბრუნდა და მე კი ავიკიდე. ხო და იმის თქმა მინდა რომ ვერ ვიყავი, მაინც ავდექი და ვაიმე მეთქი, ოღონდ შენ მოგიშორო თავიდან და მოდი გავაკეთოთ. მე მოგეხმარები რა უნდა მომეხმაროს ნაძვის ხის ამოღება 5 და რაში უნდა მომეხმაროს ვერაფერი, ხო და მაწვდი და ბურთებს რომ ვკიდებდი. ხო და ეხლა ავაწყეთ ჩვენი მანამდე მქონდა ნაყიდი წელს რა რაღაცეები, ოღონდ არ დამიმთავრებია ოთახი. კიდე არის ფანჯარა არის გასაკეთებელი და აივანი არის გასაკეთებელი. დანარჩენი თითქოს მოვაბით რაღაცას თავი, ხო და ეს გნომიც აღარ მახსოვდა, ვეროს გამოგდა ჩუქარი გნომი და ვეროს და ნათიას დაჩუქარი ისა სათამაშო, ლელას დაჩუქარი სათამაშოები არის. უი, აი რომ ისა, აი აქ სინათლე იწება. ლამაზია. ხო და ისა ვეროს ხელით ნაკეთი ხავერდის ბურთი, ვინც ჩემი მაყურებლები ხართ ხო გახსოვთ და მაგას მე ვეძახი დედოფალს, ანუ ნაძვის ხის დედოფალს ვეძახი და ჩამოვკიდე დიდი იმით სიყვარულით. მოვაწყე აქ რაღაცეები, ვაიმე ეხლა აი ეს ლელა, ეს შენი დაჩუქარია ლელა, ეს შენი დაჩუქარები, სამთლები მე დავადე. ხო და ეხლა ეს ყველაფერი ლამაზად კი მაქვს, სუფრაც ლელას ნათიას გამოგზავნილია, ლელასი არა, ნათიასი და ვეროსი. ხო და ეხლა ყველაფერი მივწიმოვწიე და დავყარე ნაყიდობა, რატომ? გასული ვიყავი, დილას ვიყავი გასული და ახლოში გავედი, გადავყარე ჯერ ახლოში ფული და აიცა ინციდენტი ჩემებთ ხო მაგას რა მე მოგიყვებით 45 ევროიანი ყველი რო ვიყიდე, ხო გახსოვთ, რავი თუ გახსოვთ და ისეთი ცუდი აღმოჩნდა რომ გავხსენ, ისეთი ცუდი იყო და ნუ ჭამა ხო არ შეიძლებოდა რა თქმა უნდა და გავედი ტერეზას ვთხარი რა გავაკეთო მეთქი, უთხარიო მითხრა, არ ეჩხუბა, მაგრამ ისე თქმით უნდა უთხრაო. ვუთხარი, იმათმა ხო ნუ რაღაცას ვიზავთ და არ ვარგოდა და რატო არ მოიტანე, რა ვიცი მეოთხარი რატო არ მოიტანე და არა მქონდა გადაგდებული, ცელოფანში ჩავდე როგორც კი იყო, ნუ ესე და მაგრად მოუკარი, იმიტომ რომ ყარდა. გუშინ საღამოთი გავხსენი და არა მქონდა გადაყრილი რა, ესა გადაგდებული, გავიტანე და აივაზე დავაგდე, რომ დღეს საღამოთი არის მაგის ნაგავი. მოვედი გენაცვალე და გადავიტანე და მივეცი. მეოთხარი რომ ესა არ გეგონოთ მეთქი რომ აი შეიძლება იფიქროთ რომ მიირთვა და ეხლა მოდის და იმას ჩივის და ამ დროს კარგი იყო და ჭამა თქო და
მე ვთხარი აგერ აქ არის და თუ გინდათ რომ თქვენ უფრო საჩვენოთ და თუ გინდათ მომწოდებელს ვისაც გინდა აჩვენოთ მე ვთხარი აგერ არის თქო ხო და გამომართვეს ძალიან დიდი ბოდიშები მიხადეს მე ისა სალმონი მაჩუქეს არაფრით არ ვართმევდი მე ვთხარი აბა არ მინდა რას არა მოკლედ მოგვარდით რა მოგვარდით მე ტყუილი არ მითქვია მაგრამ ყველა მაინც გული მეთან აღრებოდა ვთქვა თუ არ თქვა რა ის კი არ მინდოდა რომ ის ფული დაებრუნებინათ უკან არ მოუკვდები მაგით მაგრამ არ მინდოდა იმ შტერის პოზიციაში ყოფნა რომ თუ მაგათ იცოდნენ რაც მომყიდეს და ეს ხმას არ იღებს და დებილია და მაინც აჭამა ისაყროლებულიო ეგ არ მინდოდა ნამდვილად რა ხო და მოკლედ მოუგვარდით რა მე ვთხარი ამის ჭამა არ არაფრით არ შეიძლებოდა ეხლა უბრალოდ მე მაგალითად მაგ ყოლს ალბათ კარგიც რო იქნება მაშინაც აღარ ვიყიდი იმიტომ რომ გამჯდარი მაქვს ის აყროლებული სუნი კარგი მაგას თავი დავანებოთ ხო და დილას წავედი მან ცოტა მივაჭრე რაღაცები და წამოვედი ეხლა საღამოთი ვთქვი რომ მოდი ხილი არა გვაქვს გვერდზე ქალაქში ეს დღეები არ წავსულვართ იმიტომ რომ ხან წვიმს და ხან ხასიათი არ არის და ხან და თან თვალის გამოც რა და გადავალ მეთქი რამე ხილს ვიყიდი მაგრამ ვერაფერი დიდად ვერ ვიყიდე პორტოხალი გვაქვს სახში მანდარინი გვაქვს ეხლა რა ვიყიდე გაჩვენოთ და მე ერთხელ რო შეხვალ მაღაზიე მე ხო მოდი ესეც და წამოიღებ ერთონას ხო და ქართველი ქალები არიან არ ვიცი ამ ჩემ ახლოში მუშაობენ 4-ნი არიან საღამოთი გამოდიან და სულ მხვდებიან ჯერ ხო პირველად ძალად გამოველაპარაკე ძალით გამოველაპარაკე იმის მერე რამდენი საღამოთი შემხვდებიან ძალით ვესალმები ხო და ისე თავმოყარეობა მე რომ აქ რავი შეიძლება ბევრს არა და მე უბრალოდ სიყვარულით და იმით და იმისი არ იყოს ერთი თქვენი დედაც რომ იმის კახელის ხო იცით თქვენ და ჯერ კი ვთქვიო რომ მივიდეო მივესალმო და მე თქვი გაჩენდედაცო ეგ როქელი დღეს ჩემს იცუდეს რამდენი თვალს მარიდებენ მე რაზე გესალმო ძალა გიღიმი და გესალმო მიხარია დავინახო ვიღაცა რა ვიცი კაცო რა აღარ მინდა აღარც საქართველოს წამოსვლა TikTok-ს რაც უყურებ აღარც საქართველოს აღარ მერატრევ არც ქართველების დანახვა არ მინდა არაფერი აღარ მინდა და ეხლა გეტყვით რატომაც ჯერ დამაცა ეს მორჩე ჯერ ეს მორჩე კარგად დავისვენე აი მოეხსნება ნოსტალგია TikTok-ს რო უყურებ TikTok-ს რო ვუყურებ ხო საქართველოს კი არა ადამიანად ყოფნა აღარ მინდა მაგას მერე ვიტყვი დამაცადეთ ეხლა ხო და ეხლა ლამაზად მოვაწყ მე გადავიღე პატარა ვიდეო 30 წამია თუ რაღაცა პატარა ვიდეო გადავიღე ოთახისა და ჩავსო მივაბავ ამ ვიდეოს რა თუ ეხლა ის რაში გაინტერესებთ მაგრამ ახლა რადგან ისაო ხარო საზოგადო პირიო და ყველაფერი დადო დოდონასი არ იყოს ყველაფერი უნდა თქვაო და აჰა თქვა ეხლა ეს ნახევრად ხუმრობით ვამბობ რა ვიყიდე მოდი ჯერ ეს მოვიშოროთ რა ვიყიდე ჩემმა ქმარმა დამაბარა რომ ფოკაჩო მიყიდეო ფოკაჩო რა არის და ცომი არის პური პამიდორით მოთხლაპნილი არა მთავათვასი არ არის კარგი რამეა ფოკაჩო და ორი ნაჭერი ვიყიდე და ერთი უკვე გამაცხელებინა და გადაყლაპა და დარჩა ერთი კარგ ფოკაჩოს აკეთებენ მან საერთოდ ბარის ფოკაჩოა ცნობილი იმიტომ რომ არის თხელი ბარ ქალაქ ბარი ფოკაჩო ადრე რამდენიც ბარში მივდიოდით ხოლმე სულ ყოველთვის ყიდულობ ნუ ეხლა ან მე თვითონ ვაკეთებ ხოლმე და ან კიდე ყიდულობთ საცხობებში რა ხო და იმ დიდ სუპერმარკეტში საცხობი შიგნითვია და იქ ვიყიდე რა ვიყიდეთ გავაგზავნე გუშინ ვიყიდე უწიფწო ყურძენი შექმარს და უკვე აღარ არის მე მგონი და ერთი ილევა ესეც აღარ არის ხოლმე მე რა არის თუ ეს ვიყიდე სადარ დანარჩენი ხალხებო იყო ცოტა მეტი აი აკეცილა და იმიტომ ვამბობ კაცო გძელი იყო რომ ვიყიდე და რატოა თქო ეხლა ნუ როგორც არის ერთი კუმპალი ვიყიდე მოკლედ ისა უწიფწო ყურძენი მე არ მივირთ მე მოგეხსენებათ ეხლა აი მე ამის სათვალეები დეს და ნეტა არ მინდა და რამე არ მოუწიო ხო აი ესეც ამაქვს ხელსახოცების ჩასადები აჰა ეხლა
ეს ჩემთვის ბერძნული იოგურტია, გამოვიყოლე. ფრჩხილები მემტვრევა, თუ დააკვირდებით ძირში მაქვს დაჭრილი ფრჩხილები და ძალიან ამტკივა და იმტვრევა, აი უაღრესად, არა და ყველს ჭამ, ყველეულს ხო მივირთმევ და ეტყობა არ არის საკმარისი, არ ვიცი, ან სხვა რამე მჭირს, ვერ გეტყვით რა არ მჭირს, რამდენი ძგინა იმდენი. წიწაკა ამას ქვია შესაწველი წიწაკა, ფრიჯიტელე ქვია შესაწვავები, მაინც ამოვიღებ და ისე გაჩვენ. კორნეტოებიც აქვია რქები, ან კიდე შესაწვავი წიწაკა, ამას გავრეცხავ მარილი, ზეთი მოვაყრით და ან ტაფაზე, ან ღუმელში. მე ხა ტაფაზე არაფერს აღარ ვაკეთებ დიდად, რადგან ღუმელი გარეთ არის და სახლში სუნებს აღარ ვაყენებ. ღუმელში შევაგდებ მარტო ზეთი, მარილი და მორჩა. ღუმელში 5-10 წუთი არც უნდა რა და შეიწვება. ფიორდი ლატე, მოცარელა დიდი, ოღონდ ფიორდი ლატე რომელიც არის, შიგნიდან არის რბილი. ფიორდი ლატე მოცარელა არის მთლიანი ერთი პასტა, როგორც სულგუნი და ფიორდი ლატე შიგნიდან აქვს რბილი, გარედან არის როგორც მოცარელა და შიგნით არის რბილი. სტრაჩატელა კი არა და მაიცა ბურატა არა, ბურატა არის შიგნით არის რძეში, რძერო დგა. ეს ესეთი არ არის, ეს ისე არის. ეს არის, ჩეკი. დილას გადავიხადე, აქ რო ვიყავი გასული 36 ევრო და ეხლა რო ვიყავი გასული, გადავიხადე 54 ევრო და რაღაც კაპიკები არის. ეს გახეხილი ყველია, პარკში იდო და მოვიღე, იმიტომ რომ ისა ამასთან ერთად რაც იდო მორტადელა ძეხვი, ინოჩენტეს მივართვი ფოკაჩაზე დადებული, მოკლედ, აგიხსენით. გახეხილი, მე თვითონ გავახეხინე. იქვე. ეს არის სულგუნი, ოღონდ სკამორცა. ანუ რბილი არა, რბილია, მაგრამ მშრალი ცოტა რამდენიმე დღისას რო უძახით ისეთ ეგ ჩემთვისაა. ეს ყველი ფთილა ფეტინებია. რაღაცა ყველი არა ვიცი, მე რა ყველი არ ვიცი, მაგრამ მომწონს. კარაქიან პურზე დილით ვაფენ ხოლმე ხანდახან თუ მომინდა, ან კიდევ ეხლა მივირთმევ თქვენის ნებართვით. ხელები რა თქმა უნდა დავიბანე, მაგრამ უკვე ფაქტიურად აღარ არის დაბანილი. რა ქვია? ლავაში პიადინა რო ქვია, იმას დავალაგებ ხოლმე ამას, მარტო ამას, სხვა არაფერს. ხუმელში შევაგდებ და 2 წუთში ეს რო გადნება, მზადაა ვახშამიან რამე, რავი. გატარებული ხორცი. იქ გავატარებინე დამეზარა მე ისა გატარება. კუბთა უნდა გავაკეთო, კუბთა თუ ფრიკადელკები რავი რაც იქნება. ეხლა უნდა გავაკეთო ეს წვნიანი, იმიტომ რომ ხვალე გვაქვს ისა გაჩვენებთ თევზის რაგუ, ანუ თევზი არა, სეპიოლინებს არ ვიცი ქართულად რა ქვია, სეპია და რვაფეხა და სეპია პამიდორში უნდა მოვხრაკო და ეგა გვაქვს ხვალე და მე მაგით მივირთმევ, მაგრამ პასტა არ მინდა რომ ბევრი მივჭამო და ამიტომ გავიკეთებ კუბთა წვნიანს. ეს კარალიოკები, აღარ არის ეს კარალიოკები, ანუ ეს რბილები აღარ იშოვება და როგორებიც არის რა, ყიდულობ მაინც ვიყიდე. ინოჩენტე მიირთმობს და იმიტომ პამიდორი, ყვითელი პამიდორი ყოველთვის იყო ყველაზე გემრიელი, ყველაზე ძვირი და ყველაზე გემრიელი. ეხლა მაგალითად აღარც ეს აღარ არის გემრიელი, მაგრამ მაინც ვიყიდე. ხო, ორნაირი იყო, მაიცა.
ეს არის ყვითელი პომიდორი. ჩერის თუ დაუძახებთ, ეს ჩერი არ არის, ეს არის პიკადილიც არა, დაიცა რა ქვია, დატერინო, პიკადილი არ არის. და ეს კიდე ფორთოხლისფერი იყო და შევური 1-2 ცალი. არ ვიცი, არასდროს ცოტა წამოვიღე სალატში, ხვალე სალატს დავჭრი და ჩაურევ სალატში თქო. ეს ტალიატელები ხვალის პასტა. ტალიატელები არ ვიცი მე ქართულად როგორ არის. წელი. ტალიატელები ვიყიდე. ეს სტაფილო, რომელიც უნდა გავუკეთო ქუფთას უკეთებ ხოლმე სტაფილოს და წვრილად დაჭრილ კარტოფილს. ლომად. ეგა. 3 ცალი მსხალი. ცოტა ხილს ვყიდულობ მრავალფეროვნად და ცოტას, იმიტომ რომ მე არ ავჭამ და ინოჩენტე კიდე მრავალფეროვნება რო კონდეს. აი ესეთი მსხალია. ამას აქვია გონი აბატე თუ კონფერენცი არ ვიცი. რა ვიცი, რა მნიშვნელობა მსხალია რა, მსხალი. ავოკადო მე კარგი ავოკადო იყო, ძალიანაც მომეწონა, აი ძალიან კარგია ეს ხარისხი ესა ხოლმე და 1 ცალი წამოვიღე, მაინც მეტი არ გავიქცე. ეხლა სანამ თევზეულზე გადავთ, ხო ეს ბეკონია. ეხლა გავხსნა თუ არ გავხსნა არ ვიცი. ეს არის ბეკონი. 18 ევრო ღირს კილო. როგორ გითხრათ ეხლა და უნდოდა რომ მოეცა ნარჩენი იყო რაღაცა და ძალიან უბედური ფერი ქონდა რა. ის გაფუჭებული ყველი რო ვიყიდე დაახლოებით ეგ იყო. მეოთხე არ მინდა მეთქი. ახლოდან მაჩვენე მეთქი. შორიდან მაჩვენებს 8 მეტრია შვიქა, ხო და მეთხე თუ შეიძლება რომ ახლო ვნახო მეთქი არ მოაქვს. მეთხე თუ ახალს გახსნი მეთქი, ახალ შეფუთვას თუ გახსნი, მაშინ 9 კილოს ავიღებ მეთქი მთლიან ნაჭერს და მაშინვე გახსნი. ხო და ეხლა გაჩვენებთ. როგორიცაა, აი ასეთია. ფერდის ნაჭერია, მე არ ვიცი ქართულად რა ქვია, ბეკონია რა, შებოლილი მოხარშული. ეხლა ამას რაში იყენებო მეთქი? ამას მე კარგია და ძალიან უხდება ნებისმიერ ლეგუმი რა არის ხალხო. ლობიო, ლენტიკი, ნუტი, აი მაგებს რა ქვია, ლეგუმი რა არის? ბარდეული, არ ვიცი როგორ არის. მოკლედ ლობიოს მაგვარებში უხდება ეს, მაგრამ კარბონარა ამით გადასარევი გამოდის და მოგწოს ჩვენ. ეხლა ამას მე ვაკუუმის აპარატი ხომ აქვს, ვიყიდე, შევიძინე და ჯერ არც გამომიყენებია, დავაფასოვე 2-3 ნაწილად და თუ წავედით იქა ჩრდილოეთში ახალწელს და ნატალი შობა ახალწელს იქ თუ წავედით, უნდა წავიღო აქედან რამე ესეთი რამეები, იმიტომ რომ იქ აღირს სამაგი. აქ თუ ღირს სიტყვაზე რა ვიცი, აი ლორი 13 ევრო, იქ აღირს 33. ძალიან სიძვირია და ისეთი რამე რაც შეიძლება რომ სუბუქი იყოს და აქედან გავიყოლებ, იმის თქმა მინდა. ეხლა გადავედით თევზეულზე და თევზეულზე რომ გადავედით, აქაურობა უნდა ავიბარგო და ავირიდო რომ გაჩვენოთ. მინდა რომ გაჩვენოთ. რა ღირდაო ეხლა რა ვიცი დაახლოებით ხო გითხარით არ ვიცი რა ღირდა. ეს არის, ხო აი ეს სეპია რა არისო? 3 цали მაქვს მაცივარში ეს და 3 კიდე ვიყიდე, იმიტომ რომ არ არის დიდები და რომ მოხრაკავთ როგორ არის უფრო პატარავდება. სეპია არის, მაიცა უფრო ლამაზი იქნება ვიპოვო არა, ყველა ერთია. ეს არის უკვე გასუფთავებული, თავიზე და აქვს თავს მოვაცლი, ეს არის სეპია. კალამარი არა, კალამარი უფრო თხელია, ანუ ასეთი მსხვილი ხორციანი არა.
კალამარი და იაფიღის კალამარი. ჯერ კი კალამარატა უნდა გამეკეთებინა, მაგრამ მე გადავიდე. ესა ამას უნდა ეს რა არის? ხო, ამას მე გაჩვენე. ამას უნდა შევურიო 8 ფეხა. პატარა 8 ფეხა ვიყიდე, 8 ფეხა ღირს კილო 20 ევრო. კილო. პატარა 8 ფეხა ვიყიდე, იმიტომ რომ ამ კალამარებს ჩაურევ და იქნება ორნაირი შერეული რაგუ. საიდან ავწიო რომ გაჩვენოთ. აჰა, ესეც 8 ფეხა. ეს არის პატარა. იყო დიდი, კარგი დიდი იყო რა, აი კილოიანი. ხო და მითხრა რომ ძალიან კარგიაო, ეგაო კილოიანიო და მეოთხარი იმიტომ არა რომ 20 ევრო, ემაში რა მივეცი. ეს არის 6.35-ისა, ეს პატარა. ის დიდი ძალიან მიყვარს იმაში, რა ქვია. სალათი მიყვარს იმით ძალიან და რა ვიცი არ ვიყიდე, მე ვიყიდე ახლა პრასნიკები რო წამოვა, მე ვიყიდი მაგას თქო. და რა თქმა უნდა ვიყიდე ჩემი სიყვარული მაცანკოლე. ეხა მაცანკოლე რა არისო რო ეტყვით? მაცანკოლე არის კრევეტების ბიძაშვილი. გაწოდი ბიჭო. აბატონ. ესენია. ეს არის მაცანკოლე. ამას მე უმსვე ვასუფთავებ, კანს ვაძრობ, იმ ნაწლავს ვაცლი და მე ვწავ ამას ძირითადად ვიყენებ ხოლმე სუშის რო ვაკეთებ, იქ მიყვარს. ეხლა ესეც გაჩვენეთ. ეს რა არის? ხო, ეს არ იქნება ჩემი გამოსწორება ხალხო. დავინახე ყველი. მე ყველზე ვარ ეთყობა გადარეული. და ეს არის ეხლა შეზიან ხელს ვერ მოვჭიდე. ეს არის ცხვრის ყველი. აი ესეთია და ეს არის ღვინოში დაძველებული. ღვინოშია დაძველებული ცხვრის ყველი. ხო და რო არ შევცეცხლო მოუკვდებიდა. ძალიან დაძველებული არაა. ცოტა. მაგრამ კაია. ასე. ეხლა აქაურობა უნდა ავაბარგო. იმიტომ რომ აი ესე ვერ ვიჯდები და ესე ვერ გესაუბრებით თუ რამე უნდა გესაუბროთ. და ხელები უნდა დავიბანო პირველ რიგში, იმიტომ რომ თქვენ იცით რატომა. ფიქრობ ახლა როგორ წავიღო, ყველა რო ერთად კარგად წავიღოთ, ხო? რო აქედან ავირიდო. ხევზებთან სხვა არაფერს არ ჩავდე. ამათ ჩავდება. ეს ისეთი გუფთა უნდა გავაკეთო. სამკუხილი დაიწყოს. იმიტომ რომ კამაცა მაქვს ყველი. კიდე რა? ისე ეს უნდა გამეჭრა თქვენთან ერთად დაიცა, მოვიტან იმას რა ქვია. დანას. ეხლა ეგ არის უბედურება, ეს დაძვის ხელ აქ მიდგა რომ. გავლა გამოვლა. არ წამოვედო ხოლმე. დაგაპაუზებთ, ეხლავე მოვაწესრიგებ აქაურობას და გავაგრძელოთ მე და თქვენ. ეტა რა გავაკეთე?
თქვენ რა გგონიათ დავაპაუზე? არა, არ დავაპაუზე. ესა, გამეთიშე, კი არა და არ ვიცი რა გავაკეთე და ეხლა ახლიდან ავრთავ? ახლიდან ჩავრთე და ისიც არ ვიცი, ვაი ეს მოვისხი ხალხო. გნომი. აიმე, გამოჩვდი გნომი. მოვისხი, იმიტომ რომ გათბობა არის ჩართული. მოგეხსენებათ რა არ მომიხსენებიო, მაგრამ ისა, რა ქვია. მიწადი. საფეთქელი. ამ ოთახში, ანუ მისაღები, კარები რო არა აქვს, აქ თაღია. ხო და ასე ვთქვათ, ძალიან არათბილა. სამზარეულოში ისე თბილა და საძინებელში რო რა გითხრათ და მისაღებში არა. ეხლა ეს არც გამირეცხია. ვაიმე, გამირეცხიაზე გამახსენდა ხალხო, ისა, გავჭრი მარტო და ვნახავ როგორია, მეტი არაფერი არ მოვქნა. ერთი გოგოა, არ ვიცი უკრაინელია, არ ვიცი რა არის, მგონი არც ალაპარაკობს, მუნჯური ვიდეოები აქვს. კარგია, შვენიერ. ხო და, რაიცა, რო არ გაშავდეს, დავაფაროთ. მაგას მერე მივხედავ. ესა და აკეთებს რაცხებს რა, საკვებს, საჭმელს რა საქვია და ყველანაირი ხან ტკბილი, ხან მწარე, ხან მჟავე, რავი, ყველაფერს აკეთებს და ყველაფერს რეცხავს ჟელეთი. ნუ ეხლა ხილს რო რეცხავს ჟელეში და ბოსტნეულს რო რეცხავს, კარგი, გავიგე. ნუ როგორ არ არის ჩემთვის მისაღები, მაგრამ გავიგე. უნდა დარეცხავს, მაგრამ გუშინ წინ გადავაწყდი ვიდეოს და აი რეცეპტმაც აღარ დამაინტერესა, რო სიმართლე გითხრათ რა, აი მართლა აღარ უყურე. ხორცის დიდი ნაჭერი ქონდა, არ ვიცი რა საკეთებდა ბუჟიდინა თუ რა იყო და ეს ხორცის დიდი კარგად მოზრდილი ნაჭერი აკაფა კარგად გუბკა, აკაფა დაასხა ამას ჟელი, აკაფა სული მქაფში გარეცხა. მაგაზე დიდი სისულელე არ შეიძლება რომ ადამიანმა გააკეთოს. თემშის ზედაპირი რომ პრიალაა და არაფერი არ აქვს, ანუ ნაოჭები და ისინი, ხო? ეს თემშს რომ ვრეცხავთ ჟელეთი კარგად, სარეცხის მანქანაში კი არა, ხელებით კარგად რომ იცავრეცხავთ რა. მე პრეტენზია მაქვს რომ კარგად ვრეცხავ. ერთხილები იმიტომ აღარ მაქვს. ხო და 30% ჟელე მაინც ზედარჩება და იმას ჩვენ მივირთმევთ. გარანტირებულია, მე არ მომიგონია, მეცნიერებმა დაამტკიცეს. ხო და ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ ხორცი რანაირად უნდა გარეცხო. საპნით რომ გაეკეთებინა, აი საპონი, სარეცხის საპნით გაერეცხა, კიდე უფრო გავიგებდი. მაგრამ ჟელეთი რომ გარეცხავ, ჯერ იმის სუნი როგორ გავა არ ვიცი, დავიდავანებოთ. არ არსებობს შანსი არ არის იმის ხო ჩავიდა ჟელე ხო ჩავიდა იმეებში ხო ეხლა იმის ტვინით ძალიან გადეზინფექცია და რომელი ჯობდა შიგნით თუ რამე აქვს ხორცს და არ არის სასარგებლო მე რატო ტრიალეს მეჭედი დავიკელი თუ რა არის არა და არაფერი არ მომიკოლია ხორცს თუ რამე აქვს შიგნითაც ხო აქვს ერთადერთი მე როცა მინდა ხოლმე რომ აი ცოტა მოვაშორო თუ რამე მავნებლობა აქვს განსაკუთრებით ქათამს, იმიტომ რომ ქათამი აუცილებლად პრემიქსით ზრდიან, ხო? იგივე საქონლის ხორცი რაც კიდე იყოს. აუცილებლად კარგად წამოვადუღებ. ისე კი არა რომ მარტო წამოვადუღო. კარგად მოვხარშავ და მე ხა გავაკეთებ ხოლმე, რასაც თუ პამიდორში უნდა ჩავხრაკო, თუ ღუმელში უნდა გავაკეთო, აუცილებლად ვადუღებ. და ეგ მირჩევნია ის რომ ავაკაფო და კაფი ვაიმე აღარ მომინდა საერთოდ რასაკეთებ და იმის ყურებაც აღარ მომინდა, იმიტომ რომ მე ბავშვს საჭმევს თან და ეხლა იმას გონია, რომ როგორი სუფთაა,
როგორი კარგად ამზადებს და ყველას დასანახად როგორ აკეთებს და კიდე ერთი რამე უნდა ვთქვა, ვინც ხო ეხლა სანამ დედამავიწყდება და ისა ინოჩენტე 2-3 დღეში 2 შაბათს 3 შაბათს სიმღერას დადებს, რავი თუ ვინმეს გაინტერესებთ, გეუბნებით ინფორმაციას, იმიტომ რომ მითხრა რომ უთხარიო და პირდაპირ რო ვიყო რომ გადმოგეცით. ეგ ერთი ინფორმაცია. მეორე ის ინფორმაცია რომ თუ ვინმე ეხლა ამ ჩემ ნაყიდობას შეხედავთ და ვინმეს მოგინდებათ რომ დაწეროთ და გული გისკდებათ და გიფუით რომ რა არის ამდენი და ვინ აჭამს და სად აჭამთ და როგორ სკდებითო მინდა და მე კიდე შეიძლება თავი შეიკავოთ და არ დაწეროთ, მაგრამ ცუდად იგრძნოთ თავი რომ ვერც დაწერეთ. მე გეტყვით წინასწარ რომ ეს არ არის ერთ დღეში და ორ დღეში შესაჭმელი, ამას რამდენიმე დღე იქნება მაგის ჭამა. და თქვენ ეგ არ ინერვიულოთ რომ ვაიმე რამდენს ჭამთ. არა ჭამთ ბევრს, ზუსტ სავჭამთ, ზუსტს მივირთმევთ, რაც საჭიროა. ეგრე. იმიტომ რომ ვიცი მე ამ წლების განმავლობაში ძალიან ბევრი კომენტარიდან გავიგე ადამიანების აზროვნება და სანამ თქვენ შეწუხდებით, მე მოგაშორებთ მაგ პრობლემას. ეგ ორი. ეხლა ძალიან სუფთების გასაგონად, ვინც ყველგან უწერენ, ხელთათმანი რატო არ გაცვია? აი არც კი ესა რა როგორ აკეთებ და ხელთათმანი არ გაცვია. ვითომეტეს თუ ადამიანი სახლისთვის ამზადებს თავის სახლში და თვითონ უნდა მიირთმას და თავისმა ქმარმა ან შვილებმა ან რა ვიცი ვინც კიდე და ხელთათმანი რატო არ გიკეთია და უხელთათმანი განსაკუთრებით ცომი. ეხლა კარგად მომისმინეთ, აი ეგ ხელთათმანები, ვინც თქვენ გიკეთიათ, არ ვიცი იკეთებთ თუ არა და ვინ ხმარობთ და ან იყენებთ თუ რავი რა სიტყვაც კიდე დაუძახეთ. ცხვირში ვარ გაჭედილი. არა ხართ სუფთები. მაგ ხელთათმანებს ზედ არ აწერია რომ ეგ კვებაში გამოსაყენებელია. არ შეიძლება ეგენი საკვებებთან გამოიყენო. მე მაგალითად აი ყველა ეს მაღაზიებში ვისაც ხელთათმანები უკეთია, ეს იქნება ძეხვეული, ეს იქნება ხორცი თუ ისა, არ მიყვარს როცა ხელთათმანები უკეთიათ, არ მომწონს. მე არ მომწონს, იმიტომ რომ მე მირჩევნია რომ ხელები სუფთა კონდეს და იმ ხელებით იმუშაოს. იმ ხელთათმანით, იმასაც მოჭიდა ხელი, იმასაც მოჭიდა ხელი, იმასაც მოჭიდა, როდის არის ის ხელთათმანი სუფთა? მაშინ ყოველი კლიენტის მერე უნდა გამოიცვალონ ხელთათმანი, რომ სუფთა იყოს. რომ მოგართმევენ იმ ხელთათმანებს ამბურგერების საჭმელად რომ იბრძანდებით, ეგ ხელთათმანები სუფთაა? სად გააკეთეს ეგ ხელთათმანები? თქვენ ის ცეხი გინახიათ? როგორ დააფასოვეს და ჩადეს იმ ყუთებში, ჭუჭყიან და ბინძურ ყუთებში, გინახიათ? რით იმზადდება, რა მასალით არის გაკეთებული, იცით თქვენ ეგ ხელთათმანები? ერთი ქალია ნაპოლში მუშაობს, ქართველია და ოჯახებში მუშაობს დამხმარეთ. ანუ მოხუცების მომგლელი არ არის, სულ ესეთი სამსახურები აქვს, დღის სამსახურებია და ოჯახები აქვს, არ ვიცი 1-2 რამდენი ოჯახი აქვს და მიდის და ოჯახის დიასახლისად მუშაობს. და სადილსაც ვახშამსაც ყველაფერს უკეთებთ, ალაგებს, რეცხავს, აუთოებს, ყველაფერს აკეთებს, რაც სახლში. ხო და არ ეკეთა ხელთათმანები, აკეთებდა რაღაცას, აღარ მახსოვს ღუმელში ქათამს აკეთებდა თუ რაღაცას. რა თქმა უნდა წამოვიდა კომენტარები, ხელთათმანი არ გიკეთია და როგორ აკეთებ ხელებით და ეგ ხელები სად მოჭიდე და ასე და მე უპასუხა მომდენო ვიდეოში, ადრე მიგდებდა ხოლმე და ვუყურებდი, ახლა რო გითხრათ რომ ვეძებ მაგას არა თქო, მაგრამ როცა ამომივარდება, სიამოვნებით ვუყურებ, ნორმალური ქალია. ხო და მე ვიდეოში უპასუხა, რომ იკლავთ თავებსო, რომ ხელთათმანი რატო არ გიკეთია და ხელთათმანი რო გავიკეთეო, ჩემმა დიასახლისმაო იმ ოჯახის ქალბატონმაო რა, სენიორამ მითხრაო, რომ ეგ ხელთათმანი არ არის საკვებში ჩასაყოფიო და არ გაიკეთო, როდესაც საჭმელს გვიმზადებო. არ მინდა ხელთათმანით გაკეთებოდა. ხელთათმანი გაიკეთე, როცა აბაზანა უნდა დაასუფთავო. ისიც იმიტომ, რომ ხელები დაიცვაო.
ასე რომ ძალიან სუფთები რო ხართ და ხელთათმანები, მაგ ხელთათმაზე ბინძური, მე არაფერი არ მგონია. მე მაქვს ახლა ერთი კოლოფი სამზარეულოს ხელთათმანები, გამჭვირვალე როა, ოღონდ აი ცელოფანივით არა, ის სილიკონზეა, ერთი კოლოფი ვიყიდე და მაქვს და რატომ ამაქვს? ან თუ თითი მაქვს გაჭრილი, ან თუ რაღაცას ვუფრთხილდები და ან თუ არ მინდა რომ სუნი ამივიდეს, აი ახლა მაგალითად მაცანკოლეს რო გავარჩევ იმ კრევეტებს, ხო, მაშინ გავიკეთებ ხელთათმანებს, აუცილებლად, იმიტომ რომ მე იმის სუნი არ გადის ხოლმე. რამე ისეთი ხელების რომ დავიცვა, იმიტომ გავიკეთებ და არა იმიტომ რომ საჭმელი მოვამზადო ჰიგიენურად. არა. და განსაკუთრებით კიდე დიდი ზომა ხელთათმანებს რომ გაიკეთებენ და ცობს რო ზელავენ და ეცობით ცალკე გარბით ხელთათმანი ცალკე ეჯიტება, მაგაზე ხო უნდა კარიკატურაა რა. ასე რომ მაგის თქმა მინდოდა კარგა ხანია რა. თუ ვინმე სადმე მაგ კომენტარს წერთ, ცოტა დაფიქრდით, გაიაზრეთ და თავი შეიკავეთ ხოლმე. მე კი რომ დამიწეროთ, მე აღარც საჭმელს ვაკეთებ თქვენთან ერთად და არ ჯავრი არ მაქვს და არც კიდე დამიწეროთ სათხელი მოისვი და სათითი გაილოკევა არც ეგ არ მენაღულება, ვაფშე არ მაინტერესებს რას დაწერთ, მაგრამ აი სხვა ადამიანებს რო უწერთ რომ ხელთათმანი არ გიკეთია და როგორ აკეთებ? რა შენი საქმეა ადამიანი თავისთვის აკეთებს, გიზიარებს რაღაცა არის გემრიელი, თუ გინდა შენ გააკეთე სახში და გაიკეთე 3 წყვილი ხელთათმანი. ვინ გიშლის რო? ხო და ეგა. ეხლა რაც შეეხება საქართველოს ჩამოსვლა. აღარ მინდა მეთქი, ადრე ცხობ თქვი. კიდე არ დამიჯერეთ და ეხლა მართლა გეუბნები. ცოტა ხანში აბსოლუტურად გამივლის ნოსტალგია. ოღონდ მართლა ბაბა. აი გულზე ხელი რომ დავიდო ეგრეა რა. ხალხო, ამდენი ნედაცემული პასუხისმგებელი ვარ ჩემს სიტყვებზე. ამდენი ვიგოდნიკი, ამდენი არაკაცი, ამდენი არაქალი, სად იყო? სად იყავით? ნეტა მე ვინმე მისმენდეს ტიკტოკერი, არა მაქვს იმედი რომ ვინმე მისმენს, თორე რომ მისმენდეს სათითაოდ პირადად ვაგინებდი რა. სათითაოდ ვაგინებდი. ეხლა მეტყვით, რა შენი საქმეა, რატო აგინებდიო? იმიტომ რომ ყველანაირ საზღვარს, ადამიანობის ყველანაირ კრიტერიუმებს ასამარებენ და მერე თავიანთ ამ ქცევას, რა თქმა უნდა, ეხლა ვინც ძალიან ბევრი 80% იცით ალბათ, რომ საქმე ეხება ამ ახალი ვარსკვლავი რო არის ტიკტოკის დედოფალი კეთო, კურდღელაურელი კეთო. არც ვიტყვი თელაველიო, იმიტომ რომ არ არის თელაველი და არ ვიტყვი რომ თელაველიო, იმიტომ რომ კურდღელაურელია. და თელავი კიდე მიყვარს. არ ვაკადრებ თელავს. ხო და ისა რის თქმა მინდა. აი მაგას რომ ეტმასნებიან, ეწებებიან, აგიჟებენ, ისევ გიჟია, ასულელებენ, ატინგიცებენ და მერე მიაგდებენ, მერე ეს თვითონვე დალანძღავთ იმათ, ყველას დაასამარებს, არ არის პრობლემა. ერთ წუთში, ასე და მერე ეს წყალებში კაცები არ არიან ეგენი, არც ბიჭები, ჩემთვის არ არიან, აი გადასაგდები ჩაისტილოებიც არ არიან ეგენი, ჩემთვის. და მერე თავიანთ საქციელს აპრავებენ, რომ ჭირდებოდაო და იმიტომო, მეო მინდოდაო რეიტინგიო და იმიტომო, მეო ეს მინდოდაო და იმ უმდაბლესი საქციელი. ვაიმე არა მაქვს სიტყვები. არა მაქვს სიტყვები, რომ დავლანძღო. ეხლა არ მითხრათ, ვინმე მარ დამიწეროთ, რა შენი საქმეა, შენ ვინაგ დიხარ, შენ თვითონ რა წარმოდგენა გაქვს შენ თავზე, ძალიან ხალხო, მე წარმოდგენა არა მაქვს ჩემ თავზე, არავინ არა ვაგდივარ, მაგრამ ადამიანი ვარ, აი პრეტენზია მაქვს რა ადამიანობაზე. და ძალიან. და ესეთი რამე, რასაც მე ეხლა ქართულ TikTok-ს სერცხვილი თავის მოჭრა, არც ერთი ქვეყნის TikTok-ი არ არის მასეთი. ზნედაცემული, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ მაგ სიტყვასაც.
არ აქვს მნიშვნელობა ვის თავი უჭირავს, ვინ მეტად დაიბერა ტუჩები, ვინს მაგარი დუხია სხია თუ ვინ რავი, არ აქვს მნიშვნელობა. ყველა ხართ ერთ ქვაბში. აი იუთუბერები ჩვენ არა ვართ ერთ ქვაბში, არავინ. ყველა ძალიან ბევრი არის, თითქმის ყველა ვართ ინდივიდუალურად. ჩვენ შეიძლება ვინმეს რაღაცა მიბაძოს. ან თქვენ მოგეჩვენოთ რომ ვინმეს ბაძავს, მაყურებელს, იმიტომ რომ ყველას რო უყურებ და რაღაცა შეიძლება ადამიანები ვართ ხალხო, რაღაცა საერთო ყველასთან აქვს, მაგრამ ძირითადად იუთუბერებს რო გადახედავ იუთუბერზე, ხო? მაინც ყველას თავისი ჭრილი აქვს, თავისი ცხოვრება აქვს, თავისი ყოველდღიურობა აქვს. შეიძლება რამე აზრი დაემთხვეს და იმაში დაიჭიროთ მსგავსება, მაგრამ დანარჩენი ცხოვრების სტილი, შეხედულებები, მსოფლმხედველობა ყველას თავისი აქვს. ვისთვის ერთი რამეა მისაღები, ვისთვის მეორე, ჩემთვის მაგალითად ძალიან ბევრი იუთუბერისა რაღაცა იმისი ცხოვრება და იმისი ცხოვრების წესი, სტილი და შეხედულებები ჩემთვის მიუღებელია აბსოლუტურად. იმ სხვას კიდე ჩემი არანაირად არაფერი არ მოწონს, ნორმალურია, მაგრამ ჩვენ არა ვართ ერთ ქვაბში მოსაქცევები. აი, შეიძლება რაღაცაში გააკრიტიკო, რაღაცაში რაღაცა დადებითი ყველას აქვს. TikTok-ზე დადებითი რო ეძებო დიდი გამადიდებელი შუშით, ვერავის ვერ უპოვი. ვერა. ერთ წუთში რომ მოგეჩვენება, რომ ეს ცოტა კარგი ადამიანია და ეს თითქოს კარგია და მეორე წუთში იმისთანაც გააკეთებს, რომ აი მე ყველაზე უარესი ისაა თურმე. YouTube-ზე ეგრე არ არის. YouTube-ზე ვართ ძალიან მაგრად რა. ამნაირი შეიძლება იმიტომ რომ ყველას არ ვიცით რამდენს ვფიქრობ ამაზე. ეხლა თქვენი ტყვით მეტი საქმე არ აქვს მაგაზე. როგორ არა ვაზროვნები იქიდან გამომდინარე რომ ადამიანის გონება და ადამიანის აი რავი როგორ არ თქოს ნედაცემულობა ან სადამდე მიდის ან რატომ მე ერთმანეთს ხოცავენ ამ აი მე რა ცუდი სიტყვები მინდა ვთქვა ამ ქეთოზე ძალიან ცუდი სიტყვები მინდა რომ ვთქვა გეფიცებით ბოლო რამდენი ხანია ვეძებ რომ იქნება ამ ქალს გამართლება მოუძებნო იქნება ამ ქალს რამე დადებითი ვიპოვო აი დამიწერა ერთი კომენტარი ხო დაიწერა რომ ვის რას უშავებსო შენ რა დაგიშავაო და რას ერჩითო და ხალხო იმისათვის სტაშის დაკვრა რომ არავის არაფერს არ უშავებს არ არის სწორი მიდგომა იმიტომ რომ ადამიანი რომელიც არ უშავებს არავის არაფერს, მაგრამ არც არავის კარგს არაფერს არ უკეთებს, არ არის კარგი ადამიანი. ადამიანი, რომელიც პირველ რიგში თავის შვილს არ უკეთებს კარგს არაფერს, პირიქით ყველაფერს ცუდს უკეთებს და ცხოვრებას უნგრევს. დედობა აქვს ქალს ჩამორთმეული. ყოველ რამდენიმე თვეში ერთხელ კაცებს სიცვლის, რა ვიცი, რამდენი დაუთვალეს, არ ვიცი, უკვე 12, 14, 20, არ ვიცი. ქალი რომელიც ყველა მამაკაც არა ბიჭებს, ახალ პატარა ბიჭებს ეკიდება, ქალი რომელიც აი ავადმყოფებზე და იმაზე ძალიან ცუდად გამოთქვას თავის აზრს და ქცევას, ცუდად ექცევა. ქალი რომელიც ყველაფრად ცუდია, დედასაც ცემს, შვილს ურტყავდა, როცა ყავდა ახლო და ეხლა კიდე ახალი რამეები გამოდის, რომ მე ვერ გავიმეორებ ხალხო, ვერ გავიმეორებ, რასაც თურმე შვილს უკეთებ და ვერ გავიმეორებ, ვერა, არ შემიძლია. ხო და ცემა არ არის მარტო აი დამცირების გაგებით ვამბობ რა. ხო და ამაზე როგორ იძახით, რომ არავის არაფერს არ უშავებსო? ჰა? ვერაფერს ვერ დაუშავებს, ვინაგდია, ვის რა უნდა დაუშავოს, მაგრამ ამორალური ადამიანია და მორჩა, მაგით უკვე ყველას უშავებს. ცხოვრების, საზოგადოების ხორცმეტი და მუწუკი რო ხარ ადამიანი, უშავებ, როგორ არა. კარგი, აღარ მინდა მაგ თემაზეც საუბარი, იმიტომ რომ ეგა მე ვერაფერს ვერ გამოვასწორო, უბრალოდ რომ აი გული მოიფხანო და ნეტა ვინმე მიყურებდეს და ნეტა ვინმე ან ამბავი მიუტანოს ტიკტოკერებს და ანა ერთმანეთზე უარესები ხართ ყველა.
აი აქ ვარ, მოდით და მითხარით, თუ არაო, მოდით და მითხარით. აი ასე. კიდევ იმეორებ, კაცო, 1000-ჯერ გადავქექე ეს იუთუბერები, ვიღაცა კარგი ეგეთი არ არის, ვიღაცა ისეთია, ვიღაცა არ მომწონს, ვიღაცა საერთოდ ვერ ვიტან ზიზღით, მე არავინ არ მეზიზღება. ეხლა კი არა, მთელი ჩემი ცხოვრება სულ ვამბობდი, რომ აი რო იტყვა ხოლმე, მე ეს როგორ მეზიზღება, ეგეთი რამე არა მაქვს, აი არ ვიცი, ეხლა ვერც მოვიგონებ თუ ვინმე მეზიზღება, ძალიან ცუდი გრძნობა, ეგ არა მაქვს ესე ზიზღი ადამიანი რომ მეზიზღებოდეს, მაგრამ შეიძლება ნუ აი ვერ ვიტან, არ მინდა რაღაცა, მაგრამ აი მეზიზღება ძალიან ცუდად ჩემთან ასოცირდება ძალიან ცუდ რამესთან, ხო და შეიძლება კიდევ მეორებ აი იუთუბერებს ის არ მომწონს, რაღაცა იმისია ის არ მომწონს, რა ჩემი საქმეა, თავის ცხოვრება იცხოვროს, მაგრამ ამაზე რძენი როცა ხდება საქციელი და ამაზე რძენი და გულის ამრევი ხარ ადამიანი, იქ რა თქმა უნდა ვიტყვი. ვაიმე დედა. არც სინგლები მაქვს ხალხო, არც სურდო არა მაქვს, მაგრამ გაჭედილი ვარ ისა. მე გადავაქცე. ხო და აი ეგრე. ხო და მაგიტო ვამბობ, რომ ამდენი ფულს აკეთებს. აუარებელ ფულს აკეთებს. მაგას მასე უნდა, მასე უნდა ფულის კეთება, მასე უნდა როგორც უნდა თავში ხაიხალოს. თავისი შვილის ნახვის უფლება აქვს ადამიანს კვირაში 1 დღე 2 საათით 2 საათიც არა ჩერდება იმ თავის შვილთან, არ უნდა, აი თოფით უნდა დაადგერო წავიდეს. დღეს შაბათია და არ წავიდეთ, სპეციალად წავიდა თბილისში და რო შვილთან არ წასულიყო და არ ენახა შვილი. და მაგ ქალს ვინმე ამართლებთ და იძახით, რომ რა გინდათ, რა ვისრას უშავებსო. მეტი რაღა უნდა დაუშავს, სხვას მერას დამიშავებს, მე თავიც რომ მოიკლას, ვერაფერს ვერ დამიშავებს, რომ ძალიან მოინდომოს. მე კი არა, მაგრამ თავის ოჯახის წევრებს უშავებს. დედას რომ წამოხტება და წვდება თმებში და უბაგუნებს. ის ქმარი ბეყე რო ყავდა ორჯერ ისე უბაგუნა. თან ჩართულ ვიდეოში თან ლაივშია და თან უბაგუნებს. როგორ გინდა ეგ ამბავი? და თავის შვილთან რომ მიდის, აი ნაცვამ მეორადებში ნაყიდ ტანსაცმელს, როცა არა აქვს ადამიანს შესაძლებლობა, იმასაც ვერ უყიდის, გასაგებია. მეორადები მე არ მიყვეს. მეორადებში შეიძლება იყიდო და მეოთხადებშიც, მაგრამ როდესაც ამდენი ფული აქვს, უჩას 10,000 ლარი შეაჭამა. ის 4 თვე, 3 თვეში შეჭამეს 10,000 ლარი. სასტუმროებში გარეთ რო იკვებებოდნენ, სიგარეტებში დღეში 4 პაჭკა მალბორო უნდა თუ 5, ყავები, ტორტები, კაფეები, სეირნობა 10,000-მდე მქონდაო თავისი პირითა თქვა. და 0-ზე დასხნეს 3 თვეში, დაჯდა 0-ზე. 10,000 ქონდა მოგროვებული. ლარი. ხო და ეხლა სექტემბრიდან რაც უჩას გაეშვა და გაეხსნა, სექტემბრიდან დღემდე არ ვიცი, ალბათ სადღაცა 20,000, 25,000 აქ 30-მდე იქნება მოგროვებული. ლარი. დღეში საშუალოდ 150, 180, $100 აკეთებს TikTok-ზე. ოღონდ 24 საათია ლაივი ჩართული. გარდა იმისა, რომ თამაშობს, ქოინებია, დარიცხვებია, რა ვიცი, საჩუქრები აქვს და ასე შემდეგ და აკეთებს. მაგრამ რა ვიცი, გააკეთოს, მაგაზე არა მაქვს, ვისაც რისი შნუ აქვს, ისე გააკეთოს, მაგრამ აი ეს ხალხი გარშემო ამდენი სვავები რო ახვევია და არიქა ქეთისთან 2 დღე წაიყვანეს სადღაცა რეიტინგი რო აიწიონ, იმას ვერ ახვდებიან, რომ ის რეიტინგი ისევ ეგრევე დაეცემა ხოლმე, იმიტომ რომ ქეთო როცა აღარ აყავთ გვერდზე, აღარც მაყურებელი აღარ აყავთ. მაყურებელი არის ქეთოსი. და განა იმიტომ უყურებს 2,000 და 4,000 ადამიანი, იმიტომ კი არ უყურებს, რომ მოწონთ, იმიტომ უყურებთ, რომ რა ვიცი, ეგეც ერთი მარაზმია, რატო უყურებთ, იმიტომ რომ მე რატო უყურებ იმაზე ვთქვათ.
იმიტომ რომ მაინტერესებს სადამდე მივა ალბათ, იმიტომ რომ მაინტერესებს კიდე რა სისულელი ჩაიდენს, იმიტომ რომ არავის არ უსმენს. იყო თავიდან პერიოდი, რომ არ იგებდნენ, კარგი განწყობით, ჭკვაზე არ იგებდნენ, ურჩევდნენ, არავისი არაფერი არ ესწრა. აი, ხედა ხო არის. კარგი ხალხო, ვაიმე, ერთი ვიდეო მიუძღვენი ქეთოს რა, მაგრამ ხო მინდოდა რომ ელაპარაკა და მეთქვა ჩემი, მე რასაც აქ ვფიქრობ, მაგრამ თავარი აქ ქეთო კი არ არის, თავარი არის გარსი, გარშემო დანარჩენი ნაღები TikTok-ის, ქართული TikTok-ი. ვაიმე, ცუდად თავარ ეს რა არის. ოღონდ ახლა ყველა TikTok-ერი კი არა, ძალიან ბევრს აქვს ნორმალური, სერიოზული კონტენტი და ძალიან ბევრი გადასარევია, მაგაზე არ არის ხალხო. აი სტრიმერებზია საქმე, სტრიმერები, ვინც არიან, ვინც თამაშობენ, ვინც ლაივებში არიან, აი ეგენი არიან თორე. დანარჩენი ახლა ძალიან ბევრს აქვს, ძალიან კაი და სერიოზული კონტენტი და საყურებელიც და სასწაულიც და ნორმალური მოსასმენიც, ეგ. მაგრამ მას არის ნუ მეტყვით რა. ასე გვირგვინი გავაკეთე ლამაზად, გარეთ კარებზე მაქვს, ეგ არ გადამიღია და არა უშავს რა. ასე რომ წავედი ახლა მე დაგემშვიდობებით, კარგახანი ვიყბედე და ვირაყრაყე. რომელი საათია? უი, რომელი საათია ხო? 8:25 წუთია თუ 8:20 წუთი მე აქედან ვერავ. 8:25 წუთია და 7 საათზე წამალი უნდა დამელია მე და გადავყევი ჭორაობას. ეს ისა ქვით არის ჩეკი რომ მომცეს, ხო ჩეკი. ბოლოში წავახიე და შევინახე, იმიტომ რომ ის არის 8 ევროიანი კუპონი არის ეს. თუ ვივაჭრებ 7-დან 9 რიცხვამდე და 7-დან 9 რიცხვამდე არ დაგავიწყდეთ, 7 არის კვირა და 8 დაკეტილია აქ ამგონი ყველაფერი არ ვიცი და ისია ჩაყენებული რომ ვერ გამოიყენო მაინდა-მაინც რა. ან ყველაფერი ძვირი იქნება. ხო, 7-დან 10-მდე, 10-მდე არა ვშა. 45 ევროსი უნდა იყიდო და 8 ევროს გამოგიკლებენ. ასე რომ შემიძლია 8 ევროს ფასდათმობა ვისარგებლო. მანდა რა, მაგ მაღაზიაში. არ ვიცი, მოვიფიქრებ თუ რამე მეჭირვება და თუ რამე უფრო ისეთ რამეებს ვიყიდი, რაც სადღესასწაულო რა, ისევ ალბათ თევზეული, ერთი რამდენიმე ნაჭერი ბაკალა რო არის, ბაკალა ხო იცით, 24-ში უნდა იჭამოს ბაკალა, 31-ში უნდა იჭამოს ბაკალა. ბაკალა ქართულად მოვიძიეთ და ყოფილა ვირთევზა, არ ვიცოდი რა ერქვა, თეთრი თევზია, მარილში არის ჩადებული, 2 დღით ადრე უნდა წყალში ჩავდო, უცვალო წყალი და მერე რო უკვე გაუვა სიმლაშე, შევწვავ, ამოვავლებ ფქვილში და კვერცხში, შევწვავ და მერე უნდა ჩავალაგო პამიდორში და შავი ზეთისხილებში. ეგრე. ხო და ეგრე. ჩემი სამკაულების ლაივები ერთი თვე არის აღარ იყო ბატონო, აღარაფრით. ეს ყველაზე ძალიან შარფს რო ვამბობდი სამკუთხედი არ მინდოდა და შევწდი მეთქი ყველაზე კარგად ამას ვიყენებ. ხო და ჩემი ლაივები აღარ იყო და გუშინ დაბრუნდა ის ნანიკო დაბრუნდა გუშინ და გუშინ არაფერი არ მიყიდია. ძალიან ლამაზი სამკაულები ჩინეთში იყო წასული სამკაულების გამოფენაზე, ჩამოტანილი აქ აი რა ვიცი რა უმაგრესი ულამაზესი რა ნივთები. ხო და გუშინ არაფერი არ შემიძენია, საყურების ლაივი იყო გუშინ საყურები და ჩემი კომენტარები არაჩანდა, ვერანაირად და ვერ გავდიოდი იმაზე რა, რატომ მას მიშვებოდა TikTok-ი არ ვიცი. ხო და ეხლა ჩავრთო უნდა და იქნება მგონი დღეს უნდა იყოს ბეჭდები და ბეჭდები მინდა. რამეებს ავიმატებ.
კი ვთქვი რომ წელს მეთქი ამ წელში აღარ ვიზავ, აღარაფერს აღარ ვიყიდი მეთქი, მაგრამ ეხლა თავს ვიმშვიდებ, რომ ეხლა რომ ვიყიდი და სანამ ჩამოვა, დეკემბრის ბოლო მოვა თქო. ეხლა მაქვს ნაყიდი არ ვიცი 4 თუ 5 ფერის საათები სილიკონზე, ესეც სილიკონზეა, ეს საათი სილიკონზეა. ეხლა მაქვს ფერადები ნაყიდი, ყველა იმისთვის ვიყიდე, ყველა პალტოზე და ყველა იმაზე კურტკაზე თუ რა ვიცი, ზაფხულზე და რო ჩამოვიდა დამირეკეს, დღეს ჩამოვიდა, დღეს ხვალ უკვე იქნებაო და მომდევნო ხუთშაბათს ინგა რო წავა, აიღებს გამოიტანს რა და მომიტანს და მერე გაჩვენებთ. იმედი მაქვს რომ გაჩვენებთ, იმიტომ რომ არ ვიცი კიდე როდის მოვალ და კიდე როდის ჩავწერ ვიდეოს. ჩემ თავს ვეუბნებოდი, ნანა ჩაწერე ვიდეოები, დააგდე 2 დღეში ერთხელ მაინც რომ 1-2 კაპიკი ჩაგერიცხოს, რომ შობაზე ხელფასი გქონდეს რაღაცა მეთქი 100 ევრო მაინც და ვერა ხალხო, ვერა დავიკიდე რა, ძალიან დავიკიდე ფეხებს. ხო და ეხლა წავედი. ხვალე აივანი უნდა გავალამაზო. ხო და ეგრე რა, საქმეებში ვარ. კიდე თუ არ გავცივდი უფრო მეტად. მეტად რა უნდა გავცივდე, კაი გაციებული ვარ. ეს პალტოა მოქსოვილი არის გაჩვენით მე მგონი, მაგრამ ისეთი კარგად მათბობს გარეთ. ეხლა ცივა ყინავს როგორ არ ვიცი 5-6-7 გრადუსი იქნება და მაინც ეს მეცვა. კიდე ერთი ვიყიდე დუტი გრძელი, მერე გაჩვენებთ. ეხლა მეზარება სადა იქ ცოტახშია. ეგ ვიყიდე და ჩემი გოგო რო იყო ორშაბათს მოსული გენაცვალე, 3 ნაქსოვი კაბა ვაჩუქე შვენივრად. ისე მოეწონა, ისე ძალიან მაღალი გოგოა, ჩემზე მაღალი გოგოა, ხვართი. გამხდარი. კაბები მქონდა მომდგარი, აი ზედ მომდგარი იყო, თბილი კაბები იყო, 2 იყო ყელიანი და 1 უყელო. ხო და ნაქსოვები და ძალიან კარგად ქამარს გავიკეთებოდა, ძალიან მაგრად მოუხდა ძალიან და ჩემი მაღალყელიანი ჩექმებიც ვაჩუქე, მეოთხარი 41-ებია, 41 მაქვს, მეოთხარი ტერფი განიერსავ ყიდულობ მეთქი რომ ფეხი ტერფი მაქვს განიერიო, პრობლემები აქვს თითებთან რა და მეოთხარი აბატონო და მირთვი და 1 ევრო მომცა. არ შეიძლებაო ფეხსაცმლის უფასოდ ჩუქებაო, გინდა ახალიო, გინდა ნახმარიო, იტყვიანა რომ რამე უნდა მიცეო, ხურდაო და 1 ევრო მომცა, ამეთ წადიო და ყავადალიო რომ დახარჯო რაღაცაში გაიხარჯო და კაი მეოთხარი კი ბატონო თქო, ვაჩუქე, რა ვიცი კიდე რეები ვაჩუქე, არ მახსოვს. გარდიროფი დავალაგეთ, ხო, რატო ვაჩუქე? გარდიროფი დავალაგეთ, რა ვიპოვე, რა ისა წვრილი საყურეები მე მქონოდა ნაყიდი როდისღაც არ ვიცი და ის ვაჩუქე გოგოსთვის მივეცი, 1 ჩანთა ვაჩუქე, არ ვიცი კიდე, არ მახსოვს. დიდი პარკი რო გაისო, ის მახსოვს. ხო და მეტი არ მახსოვს. ამას წინათ ახალი ისინი ვიყიდე, ფლოსტები უყიდე ინოჩენტეს, 15 ევრო მივეცი, ახლა არ იყო დიდი რა, მაგრამ ისა არ მოეწონა, არ მინდა ფეხი შიგნით მიცუნდება, ასე ისე თვითონ რაც აქვს ინოჩენტეს თექისებია, მაღლიდან ზემოდან თექაა და მყარი რო არის, აი შიგჩასადგამი რო არის ფეხი, კარგებია ისინი. ხო და მინდოდა გამომეცვალა, არ მინდაო ესო, კაიო, არ მინდაო ისევ ესეც თუ მიყიდიო, თუ არა და არაო და ავდექი და ქმრისთვის ვაჩუქე. კიო, ჩემი ქმარი ასეთებს იცვასო, მშვენივრად იყენებსო და ვაჩუქე. აჰა, მოვიშვერე თავიდან. ესე რომ რაც მეთხარ თუ არის უკადრე, რას ამბობო, მითხრა, რას მიუკადრისებ. განა ის კი არ არის რომ გაჭირვებული და ისეთი კი არ არის, ქმარიც მუშაობს და ეხლა ქირით არიან და აქ რო ქირით ახარ ცოტა რთულია ცხოვრება, იმიტომ რომ 500 და 600 ევრო რო ქირა უნდა გადაიხადო და 3 შვილი რო ყავს, ცოტა რთულია, არაფერი არ აკლიათ და ცოლიც ხელს ატოკებს და აკეთებს ფულს, მაგრამ როდესაც კარგი ნივთია და ნორმალურია, რატო ეხლა ახლო ისე ვართ როგორც დები და რა უჭირს. მართლა ისე ვარ რა, ტერეზას და არის, ტერეზას და ეხლა ისე ვართ მაგათთან რომ მეგობრობთ თელი ჯიში მოდგმები. ხო და
მთელი მაგათი ისა რა ოჯახი ტერეზას დედა რა ვის უმეპატიჟებოდა ხოლმე თავისთან. ხო და ასე რომ შევთავაზე რა და ასე მოვრიგდით. წავედი ახლა მე ხო და ახლა ეს ვიდეო არის ასაწყობი, მისაწებებელი, იმიტომ რომ გამეთიშა და ვერ გავიგე რა გავაკეთე, არ ვიცი თუ რამე დაისკრინა, არ ვიცი ნეტა სულ არ წაიშალა, ჯერ წარმოდგენა არ მაქვს და ვნახოთ რა, არ ვიცი, მოვაბავ ახლა მივაკოცეთ. გავაკეთებ და ავტვით. წავედი ხალხებო, ესეც უნდა მოვიხსნ. თბილად მინდა რომ მქონდეს ვითომ ყელი, მაგრამ ისა ახალი ტრენდია კიდე TikTok-ზე. ყველა ვისაც არ ეზარება, განსაკუთრებით ეს რუსები და უკრაინელები, რუსულენოვანი, რა ვიცი მე ახლა მაგაც ადავდიო ვინ რომელია, ხო და ესა გამოვლენ და აბა კომენტარებში როგორმე რო ხალხს კომენტარები დააწერინონ TikTok-ზე მაგასაც ძალიან გთხოვთ რაღაცა დატოვეთ და რო აღარ იცი რა ქნან ახლა ახალი ტრენდია რომ აბა რამდენი წელს მომცემთ. დაწერეთ ოღონდ სიმართლე და გულით, მე არ მეწყინება და დაწერეთ და რამდენ წელს მომცემთ. აი ერთი ანეკდოტია იტალიური ცოლიეუბნება, ქალიეუბნება კაცს რა რამდენს მომცემო და მე კი სამუდამოს მოგცემდიო, მაგრამ რამდენ წელს მომცემო და რამდენს და სამუდამოს მოგცემდიო. ხო და ისა რამდენ წელს მომცემდიო და მაგაზი აქვს ახლა ეგ არის ახლა ტრენდი და მაგაზი არის ახლა ამბავი ატეხილი და უწერენ ზოგი 40 წლიანებს უწერენ 60 წლის მოგცემდიო. ნუ ახლა მართლა ზღვარს გადადიან რა. ცოტას არავინ არ უწერს, ასაკზე დაბლა არავის არ უწერენ რა, მოკლედ ხო და მე ვამბობდი რომ აბა მეც უნდა დავსვა მეთქი ჩემ აუდიტორიასთან შეკითხვა და აზრი არა აქვს რომ თქვენთან შეკითხვა დავსვა, იმიტომ რომ მე ყველა ვიცით რამდენი წლისაც ავარ და აზრი არ აქვს. მე ვარ ახლა ვაიმე როგორ მეზარება თქვა 56-ისა. ხო და არც იმის და ჯავრი არ მაქვს რამდენი წლისას ავგევარ, არც იმის პრეტენზია არ მაქვს. მე მთავარია შიგნიდან რა საუგრძნობ რამდენი წლისა ვარ. წეღან ჩემ ქმარს კარტი ვეთამაშე და წავაგე გამანადგურა გამიქნია და ესა რა არისო Გამარჯობა invece. Buonasera. Buonasera a lei. State bene? Benissimo. Godete in ottime condizioni fisiche, morali e finanziarie? Oh. Bene, datemi questi soldi a me che sto senza soldi. როგორ ახართო? რა მდგომარეობა გაქვთო? მორალურიო, ჯანმრთელობისაო და ფინანსური მდგომარეობა როგორი გაქვთო? ხო, კარგი გაქვთო? ხო, მივთხარი კითხო. ხო და მეც მომეცით ცოტა სოლდი მე ვარ, ცოტა ფული მე ვარ უფულოთო. ხუმრობს რა თქმა უნდა, არავინ არ დაიჯეროთ რომ იროჯეტე ფულს ითხოვს. ხო და ხო და კარც ვეთამაშებოდი მეთქი და რა არის დამცილის ახლა რა არისო რა პატარა გოგოს ვეთამაშებიო რა არის მე ვთქვათ შენ თუ გონი ახლა მე ძალიან მეთქი მაწყენი და გულზე მომხვდა დიახ პატარა გოგო ვარ მეთქი ყდებოდა სიცილი ესე ვხალისოთ ჩვენ გაგვაქვს ეს დღეები რა მეტი რა გზა ყველაზე ძალიან არის ჩვენთვის ცუდი ნოემბერი დეკემბერიც ხოლმე მაგრამ ნოემბერი აი პირველი ის რომ წამოვა მალე რომ ბნელდება საათები რომ გადაიწევს რომ ვერ გაკყავს საღამოთი დრო მიუხედავად იმისა რომ ახლა ეს კომპიუტერთან ზის მე ხარდით ვერთობი ხან TikTok-ი აქ არ არის ხო და ნუ მაინც ცუდია რა სახში რო ხარ გამოკეტილი და აი იანვრიდან უკვე მონათდება ხოლმე რა გამონათდება ხო და ეხლა ცოტა ისეთი გვაქვს რა რომ ერთმანეთს უნდა როგორ თქვა გავამხნევოთ ამოვკაჩოთ მივაწვეთ მიწოლით ვიგოგებით ხო იცი ხო და ეგ ვარიანტია რა წავედი ხალხებო რა ვიცი ხა ვისაც გინდათ უყურეთ ვისაც გინდათ გაერთეთ ვისაც გინდათ როგორ მე რა ჩემ ვიდეოს წავედი თქვენ არიცით როგორი ძალიან გულით მინდოდა რომ დავბრუნდე და დავდო ყოველ დღე მინდოდეს ვიდეოები და არა და ვერა რაღაცა მუხტი დაიკარგა მუხტი აი რაღაცა გამიცრუდა რაღაცა გაიცვითა რაღაცა რა არ ვიცი რა დავალაგებ მაგაზრებს მოვალ და მოგიყვეთ წავედი ხალხებო აბაჰე და აბაჰო ვაიმე დედა
რომ დავჯდები მე 1-2 წუთი. Per dire. Che vuoi, non c'è detto. Che è successo? Che doveva succedere oggi? È successo qualche cosa? რა მოხდა ნანა და რა უნდა მომხდარიყო ვიდეოს ავწერა რა უნდა მომხდა კიდევ სუჩედერე ჰა როჩი Avec Malak. დავაი ახლა შენ რა მე მაჯავრებს ვითომ ლაპარაკში წავედი მეგობრებო არ მეთქობით ხომ ჯერ ხო არ დავიწყებ და თუ დავიწყე მე კიდე ის არ ვიცი ბოლო წავედი მოვიხსნი ეს რა არის ნეტა ეს გამაგებინა იცით როგორი ეთყობა ისეთი ნაკსოვია ჩათელილი რომ ის არის თბილი ორმაგაც ადრე ხო იყო პალტოები რო იყო აი ეხლა გამახსენდა ხო იყო 300 მანეთი ღირდა 250 300 მანეთი სკოლა რო დავამთავრე რა დრო 89 წელსში 98 წელსში 90 წელსში იყო ხოლმე შალის პალტოები აი ეს არის ესა Perché stai così? sto salutando e non ce la faccio a togliere ma se la tot geharo da vemshi do bevi da vega davane bebe Fate vedere l'albero o no? si vede sì Si vede? a ჩვენე ნაძვის ხეო გახსოვთ ხალხო პირველ წელს მე დაინოჩენტემ ნაძვის ხე ti ricordi noce quando abbiamo fatto il primo anno abbiamo fatto l'albero di Natale am ce khosh davafare წითელი ქუდი Certo di sì. ხო და რო გადავიღე 1 საათიანი ვიდეო დავკარგე ის ვიდეო გაქრა და ვაიმე ჩავწერე მერეო ვიდეო მეორე და აშფოთებული ვარ და ვიდეო და ვიპოვე მერე და ავტვირთე ნუ აღარ არის აღარაფერი ვიდეოები მაგრამ რას ვისახ არავში თავარია მე ვარ ჯერ ცოცხალი წავედი ხალხო კოცნით ყველა საბაჰე და აბახო